პირაცხოვლობის იგივე თომას კვირის საზეიმო წირვა ქვემო მაჩხაანის ყოვლადწმინდა სამების დედათა მონასტერში ჩაატარა მოდველმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, რომელიც საკვირაო ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხო. და სულ გახარებული გამყვენარისა ჩატარდა არჩევნები, ხო? ვიღაცას მოეწონა შედეგები, ვიღაცას არ მოეწონა. და დავივართ ქუჩებში, ხო, რაღაცა. პირველი დღე, მეორე დღე, მეათე დღე, მეასე დღე, მილიონე დღეც ხო არ უნდა იძახო რა, როდესღაც, ხო? აქეთ ხალხია და ის ხალხია, რომელიც რომ ფიქრობდეს, რომ შენ მართალი ხარ, ხო? შენ თავს არავის არ დააჩაგვრებს. შენს გამო რო დარბიხარ ქუჩებში და ეხლა უცხოელები რომ გეხმარებიან 1000 კანონს იღებენ და მე ეს კანონები შეიძლება ყველას სუდად შეგვიტრიალდეს რა, აბსოლუტურად ყველას. ქუჩაში რომ დარბიან მინდა მოვისმინო იმათთან საღი აზრი რა, არავით არის საღი აზრი ჩემთვის. გული რაზე მткиვა, იცი? ხედავ რომ ვნებავთ რომ რაღაც აი ბოლომდე გაიტანონ თავისი და რა არის ბოლომდე გატანა? ორი რამის გარდა არაფერს არ იძახიან. ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების ან ზოგი პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. შედალოცული რა, პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? ჩავკეტოთ ბულვარად რუსთაველი და იარონ რა და იქნებ ჩამოყალიბდნენ მე რაღაც აზრი მოგვაწოდონ რა. ციხეებში საერთოდ არ მინდა ვინმე იშდეს, არათუ ეხლა დაჭერულები. ისინი რატო არ აინტერესებთ რა რამოდენიმე 1000 კაცი რომელიც ციხეში ზის. ამაზე რო შეწუხდი, იმაზე შეწუხდი რა. უცხოელებიც რა უყურებენ და ხომდა ჩვენთან ურთიერთობა, ხო? წესიერად მოგვეპრა და დაგველაპარაკა რა. ქართველი ხალხის სახელით რომ ერჯერით ჩვენ ერი ვართ. ვიღაც ხალხი არა ვართ. ღმერთის ერი ვართ და ხილად იყავთ რა, ყველას მოუწოდეთ. თქვი რომ ცუდი დაემართება ყველას ვინ ჩვენზე სულადაგან გადახედეთ რა, რუსეთს, უკრაინას, ბალტიისპირეთი რა შიშებშია, ევროპა როგორ შიშებშია. შეგვეშვა რა. შეგვეშვა გაგვანებო, ჩემი მეგობარი, მე გეტყვი მეგობარი ხარ თუ არა ჩემი რა და გაანებეთ ის მეგობრული აქტი და რაღაცა მეგობრობა სხვა რამეა. თუ არის ეს გასწავლეთ, მოგზავნეთ გასწავლეთ. დაიხარეთ, აბა.